გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. 51 მილიონამდე ლარი უკვე გადანაწილებული არის სხვადასხვა სფეროებზე. თემაზე ვცვლად საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელ ნატო გონგაძესთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როდესაც 2026 წლის ბიუჯეტი იგეგმებოდა, რა საკითხები დეტალები გაითვალისწინეთ იმისათვის, რომ ეს საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ყოფილიყო. მოგესალმებით. იცით რომ 1 მარტისთვის გამოიცემა ბრძანება, სადაც განისაზღვრება ის კონტინგენტი ჩვენი სამსახურების, რომლებიც იწყებენ უკვე პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებაზე. სავარაუდოდ ძირითადად დაფუძნებული არის მოსახლეობის საჭიროებო საკითხების მოგვარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი სამსახურები გადიან სოფლებში, ჩვენთან აქ უბნებში შიგნით შედიან და გამოკითხვა ხდება ხშირად საჭიროებებიდან გამომდინარე, შემოსული განცხადებებიდან გამომდინარე და ამის მიხედვით წინადადებები შემოდიან უკვე გვაცნობენ ამ სამუშაო ჯგუფს და იქიდან ისაზღვრება. ამიტომაც ზუსტად ამაზეა დაფუძნებული მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 51 მილიონამდე, ძირითადად ისევ და ისევ 12 მილიონია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. განათლებაში ჩავდეთ სადღაც 7 მილიონამდე, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა, რომელიც მოსახლეობის ახალგაზრდობის შემეცნებით და სასწავლო ესეთ ღონისძიებებს მოიცავს, იქ გვაქვს 8 მილიონი. სოციალური პროექტებს რაც შეეხება, საკმაოდ ჩვენი შედარებით გურჯაანი ვამაყობთ ჩვენი პროექტებით, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოსახლეობაზე მორგებული, ძალიან კარგი ბევრი პროგრამა გვაქვს. გაიზრდება სადღაც 300,000-მდე, იმიტომ რომ სამედიცინო მომსახურება იცით ძალიან კარგი გვაქვს თანადაფინანსება და აი იქ თანხები გავზარდეთ, ასევე ახალშობილები, რომლებიც ერთ ბავშვზე და ორ ბავშვზე, პირველი და მეორე ბავშვზე 500 ლარიანი დახმარება იქნება 300 ლარის ნაცვლად და ვინც სამ ბავშვი და ზევით გაეჩენს, უკვე აიღებს ის 700 ლარს და ეს სავსებით საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან. სანამ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა, ძირითადად რა საკითხებს მოყვა განხილვა და ჰქონდათ თუ არა შენიშვნები დეპუტატებს? ძირითადად იხილება ინფრასტრუქტურა, უფრო მეტად და სოციალური. აი, სოციალურზე იყო ის, რომ ზუსტად დეპუტატების ჩართულობით მოხდა ამ ახალშობილების თანხის გაზრდა. და ძირითადად მიმდინარე წლის ბიუჯეტთან განსხვავებით გაიზარდა სწორედაც სოციალური პროგრამების თანადაფინანსება. ძირითადად მაინც მუნიციპალიტეტს აქცენტი ზუსტადაც ინფრასტრუქტურაზე აქვს. გურჯაანი ცოტა წყლებთან, წყლის მომარაგებასთან ცოტა ისე ვართ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ამ პროგრამით, რომელიც 24 საათიანი სხვა სამუშაოებია, საკმაოდ დიდი თანხიანი, მილიონიანი დიდი პროექტებია. ბევრი სოფელი უკვე იღებს ამ სარგებელს, გადავდის უკვე წყლების კომპანიას, გადაეცემა უკვე მის მომსახურება. სხვა ძირითადად უფრო გზები, იმიტომ რომ იცით გზების ის ცოტა საუბნო გზების მოუწესრიგებელია და ამიტომ ისევ და ისევ ალბათ უფრო მეტი წილი წავა ინფრასტრუქტურიდან გზების რეაბილიტაციაში. ასევე გარეგანათება, რომელიც აიპი გვაქვს, რომელიც ზუსტადაც ემსახურება უბნებშიც და ცენტრალურ ქუჩებშიც გარეგანათების სწორად მიწოდებას, დროულად აღმოფხრას იმ დაზიანებების, რაც შეიძლება მოხვას პერიოდულად მას. როგორც ვიცი, 2026 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების მატებაც იგეგმება, მათ შორის საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის. და ალბათ ბიუჯეტიდან ამისთვისაც გადანაწილდა ხომ თანხები? ძირითადად ხელფასების მატება იქნება საჯარო მოხელეებს ან მერიაში და საკრებულოში მომუშავე თანამშრომლებს და ბაღების გაერთიანებას გაეზრდებათ. აიპებს არ გაეზრდებათ ამჯერად, წელს იცით, რომ ორჯერ მოხდა მათი ხელფასების ზრდა და ამიტომ ბიუჯეტი ისევ და ისევ ამ თანხას ისევ ინფრასტრუქტურაში და სხვადასხვა სამუშაოებში ჩავდებთ, რაც შეიძლება რომ ისევ მარტო ხელფასების მატებას დასჭიროებოდა.
ამიტომ ბაღებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია ჩაწერილი, ეს არის საჯარო მოხელეები და ბაღები, ძირითადად მათ გაეზრდებათ. მართალია ახლა 51 მილიონამდე არის ბიუჯეტი, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოსავლებით შესაძლო არის, რომ ეს თანხა კიდევ გაიზარდოს და დაემატოს სხვადასხვა სფეროებს. რა თქმა უნდა, რამის ჩვენ 20 მილიონამდე ავდივართ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, რომელიც ემატება ამას და ასევე ნახოთ შემოსავლები რის საშუალებას მოგცემს გადამავალი ნაშთი იგეგმება საჭიროებისამებრ ისე რომ კი ავალთ 60 მილიონამდე აუცილებლად. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გონგაძე.